მსოფლიო კინოს ისტორია პირობითად ორ დიდ ეტაპად იყოფა: უხმო და ხმოვანი კინო. თითოეული შიგნით კი ვითარდებოდა და ვითარდება ძალიან საინტერესო პროცესები, რომელიც დაკავშირებულია ხელოვნებაში მიმდინარე მრავალფეროვან მხატვრულ ძიებებთან. თავის ისტორიულ ჭრილში კინო ძირითადად ორი მიმართულებით განვითარდა. ერთი სინამდვილის ასახვას გთავაზობს, მეორე კი პირობითი სამყაროს ფორმირებას. კინო არის დროითი ხელოვნება სივრცულ ფორმაში. ყველა მოქმედება დროით არის სავსე, მოქმედებით კი სივრცე ივსება. დროისა და სივრცის ურთიერთობა კი კადრისა და მონტაჟის ურთიერთობაა. მონტაჟი, წერს სერგეი ეიზენშტეინი, არის ნახტომი ახალ გაგებაში კადრის კომპოზიციის მიმართ. კადრის შიდა კონფლიქტი დრამატული დაძაბულობის გარკვეულ დონეზე ტეხავს კადრის ჩარჩოს და გარდაიქმნება ორი დამოუკიდებელი კადრის მონტაჟურ შერწყმაში. კინემატოგრაფიის მხატვრული ბუნება შეიძლება დავახასიათოთ ურთიერთშეღწევადი ცნებებით. კინო არის სინთეზური ხელოვნება, სივრცობრივ დროითი, აუდიოვიზუალური, ფოტოგრაფიული, ტექნიკური, მონტაჟური და ასე შემდეგ. სხვადასხვა მხატვრული ელემენტების გაერთიანება ერთ კინოსახეში არასდროს არ არის მექანიკურად გადაწყვეტილი. ის ახალ ესთეტიკურ მთლიანობას ეფუძნება, რომელიც თავისი კანონებით ფუნქციონირებს. გამომსახველობითი ხერხები არა მარტო ურთიერთქმედებენ, არამედ არსებობენ მთლიანობაში. მეტიც ვლინდებიან ერთი მეორის დახმარებით. ლიტერატურაში ჩნდება ახალი მიმართულება კინოდრამატურგია. მუსიკაში ახალი განხრა კინომუსიკა. ფერწერული ამოცანების გადააზრების შედეგად წარმოიშვა კინომხატვრობა. ხელოვნების თითოეული შემადგენელი, რომელიც წარმოქმნის კინოსინთეზს, თითქოს თავის ერთგული რჩება, თუმცა ახალ ხარისხს იძენს. თვით კინოფილმში არც ერთ კომპონენტს არ გააჩნია ავტონომია და მიმართულია ერთიანი მხატვრული ხატის შექმნისაკენ. ეიზენშტეინი ასევე აღწერს ფილმის შექმნის პროცესს. დასრულებული ფილმი წარმოადგენს სხვადასხვა მხატვრული ხერხებისა და ზემოქმედების განუმეორებელ ერთიანობას. კინო არის ხელოვნება, მსგავსი რიხარდ ვაგნერის უმაღლესი ხელოვნების, რომელიც აერთიანებს ხელოვნების ყველა დარგს, იღებს რა თითოეულისაგან ის თავის ორიგინალურ ანაბეჭდს მატებს. რასაკვირველია, რეჟისორი არის ჭეშმარიტი ავტორი ამ ხილული ხატის სიმფონიისა. ეს არის პლასტიკური ხელოვნება მოძრაობაში და შედის უძრავი და მოძრავი დროითი და სივრცული რიტმული ხელოვნების გაგებაში. ცნობილი მეცნიერის რუდოლფ არნჰეიმის მოსაზრებით არსებობს მთელი რიგი შეუსაბამოებები კინემატოგრაფიულ გამოსახულებასა და რეალობას შორის. კინემატოგრაფიული გამოსახულება არარეალური გამოსახულებაა. ის მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს მოცემულობას, რაც გულისხმობს, რომ კინო არის რეალობის პასიური გამომსახველი. არის არსებითი სხვაობა იმ გამოსახულებას შორის, რომელსაც კინოკამერა გვთავაზობს და იმას, რასაც ადამიანის თვალი ხედავს ბუნებრივ პირობებში. ზუსტად ეს ანიჭებს მას მხატვრულ შესაძლებლობას, მხატვრულ ფორმას და გარდაქმნის სინამდვილეს მხატვრულ შემოქმედებაში. ასეთ გარდასახვაში უდიდესი ადგილი კინოში ენიჭება მხატვრის შემოქმედებას. ფილმის ფორმირება რამოდენიმე ეტაპისაგან შედგება. მოსამზადებელი სამუშაო, რეჟისორი, ოპერატორი და მხატვარი ხვდება ერთმანეთს და განსაზღვრავს კონცეფციას. სწორედ აქ იბადება მხატვრული სახე, რომელიც არის ფორმა და შესაძლებლობა ხელოვნებაში რეალობის ასახვისა და ხასიათდება ობიექტური და სუბიექტური საწყისების ერთიანობით, მისი გრძნობელობით და აზობრივი ასპექტებით. ეს არის შედეგი მხატვრული განზოგადებისა. მისთვის ახასიათოა მთელი და შემადგენელი ნაწილების ჰარმონია, რომელიც წარმოჩნდება როგორც ავტორის სულიერი სამყაროს გამოხატულება. მხატვრული სახე იძლევა შესაძლებლობას გამოსახოს გარემო არა მარტო მოვლენის შიგნით, არამედ მისი არსობრივი მხარე დაგვანახოს, რომელსაც გრძნობითი აღქმით ცხოვრებაში ყოველთვის ვერ ვიჭერთ. მხატვრული სახე მიისწრაფვის სპეციფიური განზოგადებისაკენ, რომელიც განსაზღვრავს სტილისტიკას, თხრობითი, მეტაფორულ, ასოციაციური, სიმბოლური და ასე შემდეგ. შემდგომ ხდება ეკრანული სახის ჩამოყალიბება, ამას მოყვება განათებისა და ფერის პრობლემების გააზრება და გადაწყვეტა, ირჩევა დეტალები და ბოლოს მონტაჟის ამოცანა და შესაბამისი კომპოზიციური აგება. რა ადგილი უჭირავს მხატვარს კინოხელოვნებაში და რა არის მისი ფუნქცია? მხატვრის მუშაობა კინოფილმის შექმნის პროცესში ძალიან საპასუხისმგებლოა. სწორედ მის მიერ შესრულებულ ესკიზებში ხდება პირვანდელი
სასცენარო მასალის მატერიალიზაცია და ვიზუალიზაცია. ის ქმნის ფილმის ფაქტურას. მისი შემოქმედებითი ხედვა განაპირობებს ფილმის საერთო ესთეტიკას და მხატვრულ სახვით კონცეფციას. ის წყვიტავს არა მარტო გამომსახველობით ამოცანას, არამედ განსაზღვრავს მთლიანობაში ფილმის კომპოზიციურ და სტილისტურ წყობას. კომპოზიციური გადაწყვეტის თავისებურება, საერთო დინამიკა, სტილისტური აქცენტების გადანაწილება, ცალკეული მომენტების ორიგინალობის გამოყოფა, სტილისტური დომინანტების ხაზგასმა. მხატვარმა სახვით ფორმაში უნდა ასახოს, რას წარმოადგენს რეჟისორისათვის სცენარის სახვითი გააზრების არსი. ის ასევე ქმნის სურათის ემოციურ სივრცეს. დასახულ ამოცანებთან მიმართებაში ის ასრულებს ფილმის ესკიზებს, სახვით ექსპლიკაციას, დეკორაციის ესკიზს, კომბინირებულ კადრებს, პერსონაჟებს, კოსტიუმებს. ესკიზში ვლინდება ავტორის პლასტიკური აზროვნების თავისებურება, რომელიც მომავალი ფილმის სახვით კომპოზიციის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. სახვით ექსპლიკაცია პირველ რიგში გულისხმობს კომპოზიციის გაშლას. აქ მხატვარი იძლევა არა მარტო ობიექტს, სცენას, ეპიზოდს, არამედ გამოყოფს მათ ურთიერთკავშირს და ამ კავშირის ლოგიკურობას და მთლიანობაში გადმოცემულია კადრის ფერწერულ პლასტიკური კონცეფცია. შემოქმედი ქმნის ცოცხალ სამყაროს, გადმოსცემს ატმოსფეროს ხასიათს, გრძნობას, რაც ფილმის მთავარ თემას ეხმაურება. კინომხატვარი ხატავს თავის კადრს, რომელშიც ანაზოგადებს ფილმის შინაარსს. იყენებს კინოენას, მსხვილი კადრის ენას, კონტრასტულ დაპირისპირებას, მძლავრ დინამიურ მონტაჟს. მხატვრული სახეების მეშვეობით გადმოსცემს სამყაროს თავისებურ ხედვას. ხელოვანი ქმნის პერსონაჟის კონცეფტს, ეძებს გმირის ვიზუალურ სახეს, წარმოადგენს მის ვიზუალურ ხასიათს და გვაძლევს პერსონაჟის აგების სქემას. გადაღების დაწყებამდე ის ხდება რეჟისორი. ის ეძებს ლოკაციას, ასრულებს დეკორაციას და მათი განთავსების მონახას. არჩევს რეკვიზიტს, იაზრებს მათ განლაგებას კადრში, ქმნის ეპიზოდისათვის და გმირისათვის შესაბამის გარემოს. მისი ესკიზები და სტოპ კადრებით რეჟისორი ამონტაჟებს გამოსახულების მოძრავ ლენტას. რასაკვირველია, ეს ყველაფერი დამოუკიდებლად არ ხდება და პირველ ეტაპზე მას რეჟისორი სთავაზობს მომავალი კინოსურათის მის მიერ გააზრებულ სტილისტიკას და კონცეფციას. ყველაფერი იგება ურთიერთშეთანხმებაზე და ეს არის ხანგრძლივი რუტინული პროცესი. შემდგომი საფეხურია მასალის მოძიება. მერე მხატვრული სახეების პოვნა და ამის ყველაფრის გაერთიანება. მხატვარი ყოველთვის კაცს მიღმა რჩება. მისი მუშაობა მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდით არ იფარგლება. ხშირ შემთხვევაში ეს თვით მხატვრის ძალიან საინტერესო მომენტია, როდესაც ის უშუალოდ კადრში იწყებს მუშაობას და უშუალოდ გადასახებ მოედანზე იწყებს იმპროვიზირებას. მხატვარი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს რეჟისორის მოთხოვნილების გარდა ეპიზოდის კადრის საერთო სტილისტიკას, პანორამულია გადაღება თუ სტატიკურია პლანი. კამერა მოძრაობს თუ გაჩერებულია. ასევე უდიდეს როლს საერთო გამოსახველობაში ენიჭება განათებას, რომელიც დრამატურგიულად და ემოციურად მუშაობს ჩვენს აღქმაზე. განათება და ფერი ფილმის აქტიური გამაერთიანებელია. განათებას თავისი შინაგანი არსი გააჩნია. განათება ამდიდრებს კადრის აზრობრივ სტრუქტურას, ასევეა ფერიც. კინომხატვრის ძირითადი ამოცანაა ვიზუალური დრამატურგიის გადატანა სივრცეში. მისი მუშაობა თავისებურ იდეურ შემოქმედების ზღაპრულ მითოსური პროცესია. აქვე დავძენთ, რომ უდიდესი როლი ფილმის ჩანაფიქრის პლასტიკურ ხორცშესხმაში ეთმობა ოპერატორს. ის იაზრებს სურათის სახვით გადაწყვეტას მთლიანობაში და თითოეულ სცენას და ეპიზოდში. წყვიტავს კომპოზიციაში მათ ლოგიკურ ურთიერთობას, აგებს კადრის სივრცეს და ქმნის კინო მოძრაობის ცოცხალ ნაკადს ფილმის სივრცულ-დროითი კონცეფციის ფარგლებში. თავისი განვითარების 100 წლიან და მეტ დროში ქართული კინო ფაქტობრივად ანვითარებდა ყველა იმ სტილისტურ მიმართულებას და ნარატივს, რომელიც მთელი ქართული სახვითი ხელოვნებისათვის იყო დამახასიათებელი. ეს თავის მხრივ მთელ რიგ შემთხვევაში გაპირობებული და ნაკარნახები იყო პოლიტიკური მდგომარეობით, შესაბამისად პოლიტიკური იდეოლოგიით. მან განლო გზა ავანგარდიდან რეალიზმამდე, ძიებით სავსე 60-იანი 80-იანი წლების პერიოდიდან საავტორო კინოწარმოებამდე. 50-იანი წლების მეორე ნახევარში ხელოვანები ეძებდნენ ყველა შესაძლებლობას პირობითად გადატანილი ხერხებით მოეტანათ მაყურებელმა
ბოლომდე თავისი სათქმელი. ამიტომ იყენებდნენ სიმბოლოებს, ნიშნებს. კინოხელოვნებაში მიმდინარე ტენდენციები ძიების ახალ ფორმაში გადადის და ამავე დროს კინოპროდუქციაში თანადროული დასავლური კინოენის ნიშნებიც გამოიკვეთა. პირველი მაგალითი ახალგაზრდა რეჟისორის თენგიზ აბულაძის და რეზო ჩხეიძის ფილმია მაგდანას ლურჯი 1955 წელი. მხატვრები იოსებ სუმბათაშვილი, ფარნაოს ლაპიაშვილი, გივი გიგაური და კახი ხუციშვილი. ეს ორი ახალგაზრდა მხატვარი ძირითადად კოსტიუმების შექმნაზე მუშაობდა, თუმცა არ შემოიფარგლნენ ამ თემით და გარემოსთვის შესაძყვეს ნატურას არჩევდნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ ფილმის ოპერატორი იყო ცნობილი ალექსანდრე დიღმელოვი, რომელმაც ეკრანს დაუბრუნა ძველი თბილისის ქუჩები თავისი ტრადიციული ყოფით. ქართულ ლიტერატურაზე დაყრდნობილი კინოენა გვაბრუნებს ნაციონალურ საწყისებთან. მაგდანას ლურჯაში მხატვრები გივი გიგაური და კახი ხუციშვილი გადმოსცემენ პეიზაჟს დიდი რეალისტურობით. სახლები, ხეები, გზა ყველაფერი სევდიანია და უიმედო. ლოკაციის შერჩევისას და ფილმში ასახული ობიექტების დამუშავებასა და პლასტიკაში მხატვრის სამყაროს გრაფიკული აღქმა იკვეთება. არ არის მოკლებული პოეტურობას, რიტმი მძიმე და ნელი. მხატვრები მთლიან გარემოს გადმოსცემენ, არ ჩერდებიან დეტალებზე. პეიზაჟი გაშლილი, ასკეტურია. ამ ფონზე ცხოვრების სიდუხჭირე კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს. ქალაქის ხედები შედარებით კოლორიტული და ხმაურიანია. გარემო კონკრეტულია განზოგადების ნიშნებით. ოპერატორთან ერთად მნიშვნელოვანია განათების დაყენება, რომელიც მონოქრომულ კადრებში ფერადოვნების შეტანას ემსახურება. ყველაფერი მუშაობს დრამატიზმის აქცენტირებაზე. თავისი სიმძაფრით, ემოციურობით, რეალიზმის ასახვის ხერხებით, მისი გამოაშკარავებით კინოსურათის მხატვრულ ენას სტილისტურად მკაფიოდ უკავშირდება იმავე დროის იტალიური ნეორეალიზმის მიმართულებას. გივი გიგაური და კახი ხუციშვილი თენგიზ აბულაძესთან ერთად იმუშავებს კიდევ ერთ კინოსურათზე. ნოდარ დუმბაძის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი მე ბებია ელიკო და ელარიონი 1962 წელი. სუბუქი, თხრობა, იუმორით გაჯერებული დამახასიათებელი დუმბაძის ამ ნაწარმოებისათვის ფილმშიც კარგად არის გადმოცემული. საინტერესოა, რომ გურიის მწვანე პეიზაჟები მხატვრების მხრიდან უგულებელყოფილია და მოქმედება უფრო ხრიოკ ფონზე ვითარდება. დეტალებზე უარის თქმა ყურადღებას მიმართავს ლიტერატურულ პირველ წყაროზე და სამსახიობო თამარზე. ასეთ ფონზე პერსონაჟები მძაფრად სახასიათო არის გამოკვეთილი და გარემო ძალიან ორგანულად იკითხება. მხატვრებმა განახორციელეს რეჟისორის ჩანაფიქრი ტექსტის მნიშვნელოვანების შენარჩუნებისათვის და იმდენად დახვეწილად გააკეთეს, რომ მაყურებელი ამ ხრიოკ არ ემარეს, გურიის ულამაზესი ბუნების გათვალისწინებით ძალიან ბუნებრივად აღიქონს. კონტრასტული განათება, შავთეთრი გამოსახულება აძლიერებს გამომსახველობით მხარეს. არ ჯერ კიდევ იგრძნობა ნეორეალიზმის ნიშნები, თუმცა შემდგომში აბულაძე სულ სხვა მიმართულებით განვითარდება. გივი გიგაური და კახი ხუციშვილის ფილმოგრაფია მრავალრიცხოვანია და ძალიან მნიშვნელოვანი ქართული კინო მხატვრობის განვითარებისათვის. მათი მოღვაწეობა კინო მხატვრობაში ბევრ წლებს და ეტაპებს ითვლის. ამგვარად 55-60-იანი წლების პირველი ნახევრის გარდატეხის პერიოდში ქართული კინო ისევ ერთგვარად ცდილობდა დაახლოებულიყო იმ პროცესებთან, რომელიც დასავლეთის კინემატოგრაფში მიმდინარეობდა. გაეზიარებინა მასში არსებული ესთეტიკური, ფორმისეულ სტილისტური ძიებები და ეროვნული კულტურის სპეციფიკის გათვალისწინებით საკუთარი ინდივიდუალური სტილისტიკა ჩამოეყალიბებინა. ქართული კინოხელოვნების განსაკუთრებულ აღმავლობის ხანა 60-70-იან წლებში იწყება. საბჭოთა კინემატოგრაფში გრძელდება პროპაგანდისტული ხაზი და ფილმების თემატიკა ძირითადად იგება კვლავ რევოლუციურ ომის პატრიოტულ და საწარმო თემაზე. ქართული კინო არა მარტო უძლებს ამ იდეოლოგიურ წნეხს, არამედ ახერხებს გვერდით საუაროს. იგულისხმება, რომ მიუხედავად თემატური დაკმაყოფილებისა, ქართველი ხელოვანები ისე ფუთავენ შინაარს, რომ ანიჭებენ ზოგად მნიშვნელობას და ირჩევენ იგავურ მეტაფორულ ალეგორიულ ფორმას. ამან განაპირობა, რომ საქართველოში ყალიბდება მკვეთრად ინდივიდუალური, ნაციონალური და მრავალფეროვანი ფორმის და დრამატურგიის ქართული კინო. ეს არის დრო, როდესაც ქართულ სივრცეში ჩნდება საავტორო კინემატოგრაფი. საერთოდ ეს ეტაპი აღინიშნება დიდი ძვრებით ქართულ სახელოვნებო სივრცეში. ხდება მიბრუნება პირობით პლასტიკური ენისადმი, ფერწერულ ზუბისადმი, იზრდება ფერი
ველის როლი როგორც სიმბოლურად, ასევე მხატვრულ სახვითად. ხდება თითქოს რეფლექსია საუკუნის დასაწყისის 10-იანი 20-იანი წლებთან, როდესაც ქართული ხელოვნება მიისწრაფის და ხდება კიდევაც დასავლური კულტურის ნაწილი. ეს პროცესი საკმაოდ დიდ ბრძოლასთან იყო დაკავშირებული, გამომდინარე საბჭოთა იდეოლოგიის დიქტატიდან. დაიწყო ახალი დროება. ქართულ სახვით ხელოვნებაში, კინომხატვრობაში ახალგაზრდების თაობა მოდის. დიმიტრი ერისთავი, დიმიტრი თაყაიშვილი, გიორგი ოჩაური, ვახტანგ რურო, ავტობარაზე, ამირ კაკაბაძე. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მხატვრებისა, რომლებმაც ამ და შემდგომი პერიოდის კინომხატვრობის ისტორია შექმნეს. დიმიტრი ერისთავის შემოქმედებითად მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ოთარ იოსელიანთან. გიორგობის თვე იყო შაშვი მგალობელი. იყო ელდარ შენგელაის ფილმის არაჩვეულებრივი გამოფენა, ასევე მერაბ კოკოჩაშვილის სურათის გზა მშვიდობისა ჯაყო მხატვარი და კიდევ მრავალი. ძიმა ერისთავი იოსელიანის თანაავტორი გახდათ. ის ჭეშმარიტი კინოხელოვანი იყო. ამავე დროს და უპირველესად უდიდესი გრაფიკოსი. ფილმზე მუშაობისას კადრირებას უწყვეტ დინამიკაში ასრულებდა და დრამატურგიული წიაღსვლებით ტვირთავდა. მისი ესკიზებით რეჟისორი დრამატურგიას აგებდა. შემთხვევითი არ არის, რომ იოსელიანმა ფილმში იყო შაშვი მგალობელი, ტიტრებში სცენარის ავტორათაც ასახელებს. ის თავაზობდა მას არაუბრალოდ მოქმედების ადგილის დახასიათებას, არამედ სახვით მთლიანობას იძლეოდა. მხატვარი თვითონ ქმნიდა დროს. კადრირებას სცენარის ზუსტ მოქმედებაში გადაყავდა. მასში მთელი სცენა იყო ასახული, რომელიც კონკრეტულისა და არა კონკრეტული ზღვარზე იყო. ბატონი ოთარის ნათქვამს სახვითი ხელოვნება ენას ანიჭებდა. მისი ესკიზები ცოცხალ მოძრაობაშია გადმოცემული, საერთოდ ურბანისტი მხატვარი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გადმოსცემდა რეალობას. უყვარდა თბილისი, საინტერესოდ ახასიათებდა თბილისელებს ან არათბილისელებს ქალაქში. იოსელიანის ფილმებს, რომელშიც იკითხებოდა ირონია და სარკაზმი, ერისთავის გარემო განსაკუთრებულ ყოფით სითბოს ანიჭებდა. მისთვის დამახასიათებელი იყო ატმოსფეროს სურნელის გადმოცემა, ყურადღებას ამახვილებდა დეტალებზე და მისი და მთელის ურთიერთობით მხატვარი ქმნიდა გასაოცარ ხატოვან სამყაროს. დიმიტრი ერისთავმა არაერთი ქართველი ფილმის აფიშის ავტორიცაა. იოსელიანთან ასევე მუშაობდა ვახტანგ რუროა. მათი ერთობლიობით გადაღებულია ფილმი პასტორალი. ვახტანგ რუროას ბევრ გამორჩენილ რეჟისორთან უთანამშრომლია. გიორგი შენგელაია, ვერისუბლის მელოდიები, თუში მეცხვარე, რეჟისორი სოსო ჩხაიძე, ლაზარეს თავგადასავალი, რეჟისორი ბუბა ხოტივარი, რობინზონია და ანუ ჩემი ინგლისელი პაპა, რეჟისორი ნანა ჯორჯაძე. ეს აბსოლუტურად განსხვავებული კინოსურათებია, როგორც ჟანრობრივად, ასევე სტილისტიკით. ყველგან მხატვარი ქმნის განსხვავებულ რეჟისორთან ერთიანობაში გადაწყვეტილ მხატვრულ სახასიათო გემოვნებიან სამყაროს. ყველა ფილმში მხატვრის მიერ განსაკუთრებული ატმოსფერო და კოლორიტია შექმნილი. ლაზარეში გადაღებული შავთეთ ფირზე გარემოც ასეთივე მკაცრი, უხეში და დრამატულია. თითოეული კადრი სახვითი შემოქმედება. ყოველ ნივთს აქვს თავისი სიმბოლური დატვირთვა. დეკორაცია ისე უნდა აგებულიყო, რომ არ დარღვეულიყო საერთო სტილისტიკის სიმეტყველე, რასაც მხატვარი ძლიერად გრძნობდა. ყველაფერი მონოქრომულია, გრაფიკული, მაგრამ ამ გრაფიკაში ფერწერულობას ვხედავთ. არც კინოისტორიაზე და არც კინომხატვრობაზე მსჯელობისას დაუშვებელია ცალკე არ გამოიყოს თენგიზ აბულაძის ტრილოგია ვედრება, მხატვარი რევაზ მირზაშვილი, ნატრის ხე, მხატვარი ასევე რევაზ მირზაშვილი და მონანიება, მხატვარი გიორგი მიქელაძე. კინოსურათში ვედრება თენგიზ აბულაძემ საინტერესო ეთნოგრაფიული სურათი შექმნა. ხშირად აღინიშნება ფილმის ფერწერული სტილი. ფილმში გვერდიგვერდ ცოცხლობს ორი სამყარო. ნაწარმოები ალეგორიულ მეტაფორაზეა აგებული. თენგიზ აბულაძის ფილმის გამოსახველობითი პალიტრა ძალიან საინტერესოა. შუქშტილი და პლასტიკა ცოცხლად მთხრობელად იქცა, რაშიც მხატვრის უდიდესი დამსახურებაა. რევაზ მირზაშვილი ქმნის რეალისტურ მონუმენტურ ტილოს. შავთეთრი გამოსახულება რელიეფურად გამოყოფს როგორც ხევსურეთის სოფლის დიდებულ არქიტექტურას, ასევე გმირთა სახეებს და მათ შინაგან ბუნებას. იძლევა ხევსურების ფსიქოტიპს, რომელიც არქეტიპების მნიშვნელობას იძენს. სახეები თითქოს გამოქანდაკებულია. ლანდშაფტი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების ფილოსოფიურ წაკითხვას ეხმაურება და დრამატულ განცდას ბადებს. მკაცრი, ძლიერი, უხეში ფონი ხევსური ხალხის ძლიერ და მტკიცე ხასიათს. ნაწარმოების მთელი სისაფრით წარმოჩენას ექვემდებარება. უბლადლოდ შერჩეული
ტიპაჟი, ლამაზი ფერწერული კადრები ძალიან დახვეწილია. ხატოვანი პეიზაჟი ქმნის ამ ხანის სახე ხატს, ის მარადიულობას გამოსახავს. ფილმი ესთეტურად მრავლის თქმელია. შეიგრძნობა გარკვეული კავშირი კაკაბაძისეულ ჯიმ შვანთესთან. კადრის ლაკონურობა, მისი მეტყველი ხასიათი უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. რასაკვირველია, ეს ასე არ წაიკითხებოდა, რომ არა რეჟისორის, მხატვრის, ოპერატორის ჰარმონიული შერწყმა. აქ კინოს სინთეზური ხასიათი სრულად არის გამოვლენილი. განსაკუთრებულ ადგილს ქართულ კინოში იკავებს ერგო ფარაჯანოვი. მან კინოსტუდია ქართულ ფილმში შექმნა თავისი უკანასკნელი ფილმები ლეგენდა სურამის ციხეზე და აშუ ყარიბი. ეს იყო უნიკალური და უნიჭიერესი ადამიანი, არტისტული და თავისუფალი ბუნების. მისი ხელოვნება არაფერს და არავის გავდა. მისი ცხოვრება თეატრს მოგვაგონებდა. ეს იყო სტიქია, პროვოკაცია, ეპატაჟი, სპონტანურობა. ადამიანი, რომელიც სულ თამაშობდა. ფარაჯანოვმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მიზანი არსებობის იყო მშვენიერების შეგრძნება და გადმოცემა. ის შენს თვალწინქმნიდა არაფრიდან სილამაზეს, გადაგდებული ნივთებიდან ასრულებდა დეკორაციებს. ის თავისი არსით ებრძოდა ტოტალიტარიზმს, იმიტომ რომ ქმნიდა ულამაზეს სამყაროს, სადაც არ არსებობს იერარქია, ერთფეროვნება და რეგულირებული სისტემა. მისი კინოენა თვით კინო არს გამორიცხავდა. ის უარყოფდა დადგენილ წესებს. კინო, რომელიც კამერის მოძრაობასთან არის დაკავშირებული, მასთან უმოძრაოა. ის იდგა. თვითონ ამბობდა, რომ კინო შეიძლება იყოს სტატიკური, როგორც მინიატურა და გააჩნდეს შინაგანი პლასტიკა, სიღრმე და დინამიკა. სტატიკა ნეტარებაა. აქედან მისი ფილმების თავისებური რიტმი, ფერწერულობა, სახვითობა, ადამიანის ნატურის გახსნა, ამას ერთვის ხვოვანება. ეს არის სურვილი სტატიკაში დინამიკის ჩვენება. მან სამყარო მითოლოგიურ ზღაპრულ მეტაფორულ ფორმაში მოაქცია. სიყვარული, ერთგულება, ღალატი, სიძულვილი არის მისი თემები. მისი ხელოვნების ხიბლი პოლიეთნიკურობაშია, რომელიც თბილისურ ეზოში შეიგრძნო. მისი ხელოვნება სინკრეტულია. მასთან ყველაფერია თანასწორი ცეკვა, მუსიკა, მხატვრობა, თქმულება, ამის საფუძველზე სილამაზეა. მან ირაციონალური სამყარო შექმნა. ფილმი როგორც დასურათებული ალბომი იკითხებოდა. კინოზღაპარი, რომელიც ფეერიულ სამყაროში წარმოსახვას გავდა. ფილმებში არ იგრძნობა დრო, ამიტომ მისი ფილმები მითოლოგიურ სახეს იძენს. ფარაჯანოვის პირველი ფილმი, სადაც მან მკაფიო თავისი ესთეტიკა დაგვანახა სურათი, გარდასულ წინაპართა აჩრდილებია. ბროწეულის ფერი, ეს არის პოეზიის ეკრანიზაცია. აქ არ არის არც დამოუკიდებელი სიუჟეტი, არც ამბის თხრობა. პოეზია იგება სახეების გადმოცემით, კოლაჟის პრინციპზე. აქ კინო თითქოს საერთოდ არ არსებობს. კადრი მაქსიმალურად სარეელია და მკაცრი, ფრონტალური მიზანსცენებით. მაყურებელი გრძნობს კავშირს თითოეულ პერსონაჟთან, საგანთან, კოსტიუმთან. სურამის ციხე მშვენიერებისადმი მიძღვნილი ოდაა. ფარაჯანოვზე შეიძლება განუწყვეტლად იმსჯელო. ის ყველასათვის ერთნაირად საინტერესოა, იმიტომ რომ მისი ცხოვრების არსის საფუძველში მშვენიერება დევს. ეს არის შემოქმედი ცხოვრებისეული კრედო, რომელსაც ყველგან და ყველაფერ შეხედავდა. არც მძიმე ცხოვრებამ არ მოუშალა მას სილამაზის ახმის განსაკუთრებული ნიჭი. ფარაჯანოვი მხოლოდ ქრონოლოგიურად ჯდება ქართული კინოს სხვადასხვა პერიოდებში. ის არ მისდევს საერთო ტენდენციებს და მხოლოდ თავის ინდივიდუალურ ალღოს შეხედულებებს, გრძნობებს, პრიორიტეტებს აღიარებს. წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენება არის მხოლოდ მცირე ფრაგმენტი ქართული კინომხატვრობის ისტორიისა. განვითარების გზაზე ამ სახელოვნებო დარგმა ბევრი ცვლილება გამოიარა ფერწერული სასურათო ფონიდან ფილმის მხატვრულობის, მისი მაღალი სახვითი ღირებულების, საავტორო დატვირთვის მქონე ნამუშევრების შექმნამდე, სადაც მხატვრის შემოქმედება მხატვრული ნაწარმოების ერთიანი პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.